Mauri არის რუსულგეს დარბაში გაგზავნა პროცესი მოქალაქეების ნაწილი არ შემოვიდა სასამართლო დარბაში აქაც ახლა დაპირისპირება რომ მოგვიყვათ თქვენ ამბობთ რომ ყველგან პოლიცია არის სამართალი ყველგან პოლიცია არის სამართალი ყველგან პოლიცია არის სამართალი ყველგან პოლიცია არის სამართალი რომ გვითხრათ ახლა პირდაპირ ვართ რა მოხდა გახავხართ ახლა გარეთ დარბას ფოიეს მიღმა თქვენ ამბობთ რომ ხელი დაგა კი ბატონო მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამართვა ხელი ამავდროულად ძვირცეცხლის დედა როდესაც იდგა იქ და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო არანაირი ფიზიკური ზეწოლა მანდატურები მოგვეწნენ დაიწყეს იდაყვების დახელების რტყმა და ისინი იმ პროცესებს რაც ახლა მიმდინარეობს ეძახიან სასამართლოს მაგრამ ეს არის ცირკი ეს არის კონსტიტუციის თავზე დახევა დღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ თავზე არ დაგავიწყდეთ რომ ეს ტალღა შემოგიბრუნდებათ უკან ყველგან პოლიცია არსად სამართალი აი ახლა კაცში ხედავთ როგორ გახავთ პოლიციელები ჩვენ ზურგს უკან და გაჩვენებთ ახლა კადრში აი ეს ადამიანები ახლა ცდილობენ რომ სასამართლოს შესასწრელი ფოიე დაცალონ მოქალაქეებისგან ხუსკივაძე მონა ასე გვესმის ჩვენ შესახებები ხუსკივაძე არის მოსამართლე რომელიც 8 დაკავებული საქმეს განიხილავს შევეცდები ახლა რა ხდება რადგან ახლა მათი მეგობრების პროცესი განიხილება სახაზინო ადვოკატების დახმარებით აქ არის ზვიად ცეცხლაძის მამაც რომელიც არ შემოვიდა პროცესზე რადგან მისი შვილი არ იმყოფება ბატონო ზურაბ მე რომ გითხრათ პროცესი განახდა თუმცა თქვენ არ ხართ ხომში არ აქვს მნიშვნელობა ეხლა და აზრი არ აქვს საერთოდ არანაირ პროცესში მონაწილეობა ჩვენი ადვოკატები არ არიან ბრალდებულები არ არიან ბრალდებულებს არ კითხეს ისე დაუნიშნეს ვიღაც სახაზინო ადვოკატები მოიყვანეს რომლებსაც ორდერებიც არ ქონდათ საქმის მასალებს არ იცნობენ მოკლედ სრული ბარდაკი არანაირი სასამართლო არანაირი სამართალი ფაქტობრივად ერთი მიზანი აქვს ბადაში ჩაეტიონ რაღაცა შეთითხნონ ეგრეთ წოდებული სასამართლოს დადგენილების სახით რომ თითქოს ვადა გაუგრძელდათ პატიმრობის მოცემულ შემთხვევაში ამ პოლიტპატიმრებს სრული ფარსი სრული ფსკერი სასამართლოს და ფსკერს ქვევით არის როგორც რამოდენიმეჯერ დღეს აღვნიშნე ხუსკივაძე მოსამართლე ყდარია სასამართლო და უგულო უნამუსო არის მოსამართლე ამ შემთხვევაში მოკლედ ესეთი სამართალია ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით და აუცილებლად პასუხს მიიღებს სასამართლოც და ყველაც შეხედავთ მოქალაქეების ნაწილი უკვე გამოვიდა შენობიდან აქ არის ბანერები მოტანილი მოქრის ხალხის ქარიშხალი პოლიცია კანონს არღვევს ასეთი არის ბანერები რომელიც მოიტანეს და ვეცდები რომ გავესაუბრო მოქალაქეებს რომლებიც ახლა სასამართლოს ეზოში იმყოფებიან სურვილი თუ გაქვთ რომ გითხრათ რაც ხდება დღეს აქ რასაც ხედავთ თქვენ რისი თქმის საფუძველს გაძლევთ რა ხდება ახლა ოჯახები არ შევიდნენ პროცესზე იმიტომ რომ ბრალდებულები არ არიან ვინც ერთი თვეა ოჯახებს შვილები არ უნახავთ ხო ეს პროცესი კიდე ერთი ნიშანია იმის რომ უზურპირებულია ქვეყანა ანუ მიტაცებულია ყველა ინსტიტუტი არ არსებობს სამართალი და ამას ვითხოვთ აქ მოსახლეობა მშობლები გამწარებული მშობლები და უკანონოდ დაჟილი ბავშვები რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ მოსყიდული დაშინებული ალბათ მოსამართლეები რომლებიც მართლა კანონს არღვევენ ადვოკატები პროცესი რო იწყებოდა ხალხო ადვოკატებს არ უთხრეს რომ ელოდებოდნენ გარეთ ადვოკატები მოიყვანეს სახაზინო თქვენ უფრო მოგვიყვებით ალბათ მაგრამ
წარმოუდგენელია ამ ტომებს გაეცნონ, ბრალდებულები გადაიყვანეს, ადვოკატებს არ წი უნახავთ სახეზე, როგორ უნდა დაიცვან მათი უფლება და ეხლა კიდე დარბაზის გარეთ ყოფი ხალხი გამოყარეს გარეთ. ეს არის კიდე ერთხელ ვიმეორებ, უზურპირებული, მიტაცებული ხელისუფლება და ხალხი არ შეეგუება არასოდეს ტირანიას, ამიტომ გეშინოდეთ ხალხის ძალით. ეს არის უკანონობა და გეშინოდეთ ხალხის სამართლის. მადლობა. ყველგან პოლიცია ასეც ამათალი ის შეძახილება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მოგესალმებით ჩვენ ახლა პლაკატის ქონიათ რეჟიმის პატიმარი ძვიად ცეცხლად. არ ვიცნობ, მე უბრალოდ მის მხარდასაჭერად ვარ მოსული, პირადად არ ვიცნობ მას. მის მხარდასაჭერად და ყველა დანარჩენის, ვისაც ასე სასტიკად ექცევიან. პოლიციაში რა შეგიძლია გითხრათ იმ პროცესების მიხედვით რაც ხდება. ფაქტია რომ თვლით რომ რეჟიმის პატიმრები არიან ესენი, რადგან ამოიჩია ქართულმა ოცნებამ სამიზნედ ეს ადამიანები, არა მხოლოდ დღევანდელი 8, არამედ კიდევ სხვა დაკავებები. მე სიმართლე გითხრათ მაგას ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ აი ყველა ადამიანი ვინც ეხლა იმის გისოსებს მიღმა არის შემთხვევით არის იქ მოხვედრილი და სამაგალითოდ ისჯება იმისთვის რომ რეჟიმმა დაგვანახოს რომ უნდა რაღაცის გვეშინოდეს და ნუ არ გვეშინია და ეხლა რაღაცნაირად უნდა შეიგნონეს და ნუ ნამდვილად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც შიგნით არის. აი ასეთია საკმაოდ ხმაურიანი ახლა ის პროცესები რაც სასამართლოს ეზოში ვითარდება და როგორ განვითარდება პროცესები ამას უკვე შემდეგ შევთავაზებთ და გაჩვენებთ.